თუ იცით, რატომ ემართება ადამიანებს პანიკური შეტევის დროს გაგიჟების შიში. წარმოიდგინეთ სიტუაცია, აქამდე არ იცოდით რა იყო პანიკური შეტევა, მისი გამოვლინება და უცებ მოულოდნელად იწყება კოშმარი. ვერ ხვდებით რა ხდება ჩვენს თავს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი ზუსტად ეს არის, რომ ახსნას ვერ ვაძლევთ რა ხდება ჩვენს თავს. ეს უკვე დიდად გვაშინებს და ასევე იმ დროს ჩვენს გონებაში ამოქმედება ის პროგრამა, რასაც ქვია გაგიჟების შიში. ეს პროგრამა ჩვენ მიღებული გვაქვს შიშის სახით, როცა ჩვენს გავლით ცხოვრებაში უშუალოდ შეგვხვედრია ან გაგვიგონია ისტორიები ფსიქიკურად დაავადებული შესახებ. და ეს პროგრამა ამოქმედება მომენტალურად, რადგან ახსნას ვერ ვაძლევთ ჩვენს მდგომარეობას, მომენტალურად ვიწყებთ ფიქრს. ხომ არ გავგიჟდი? სიგიში შიში უბრალოდ გაცნობიერებით შეიძლება მოიშარო. როცა უკვე ინფორმირებული ხარ, რომ პანიკურმა შიშმა შეიძლება ესეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, გაგიჟების შიში უკვე აღარ გაწუხებს. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, ვისაც პანიკური შიშები და შფოთვები გაწუხებთ, ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, ვინც უკვე მიმართეთ ეკიპსაც, ფსიქოლოგსაც, ფსიქოთერაპევტსაც და ყველასთვის ნაცნობ მარჩიელ გელასაც. ისურვებთ ყველა ჯანმრთელობას და დაწერეთ კომენტარებში რა ახსნა მისცეს ამ ყველაფერს თქვენმა მარჩიელებმა, სადაც ვკურნალოთ.